ერთ-ერთ ჩვენს მიერ გადაღებულ ფილმში სვანეთს ჩვენ უწოდეთ საქართველოს ერთიანი საგანძური ატანილი მთაში. ბოლო პერიოდში რაც დაწერილა სვანეთზე, მას საერთო არაფერი არ აქვს ჭეშმარიტებასთან. სვანეთში იმდენი რამე არის შემორჩენილი, ქართული კულტურის ისეთი ნიმუშები არის შემორჩენილი, რომ ნებისმიერ ქართველზე ის გაცილებით უფრო დიდ გავლენას მოახდენს, ვიდრე აუმე სიტყვეთა ქმნილება. ერთმა პატარა სოფელმა ჭუბერმა რამდენი ადამიანი გამოკვება, მერე თოვლი რომ მოვიდა და თვითონ მშიერი დარჩა. 6 თვე რო პურს ვერ აცხობდნენ, ვინმე მაღწერა ეს? ის რაც კარგი გაქვს, იმაზე წერე დალოცვი. მაგის დაწერა, იმიტომ რომ ჭუბერი ფეხით სწორედ შეგად მოიარე მარტივი რამ არის. ძიმეს დღეებში. საზოგადოება ჩემი აზრით უნდა მიზნად ისახავდეს ერის, ქვეყნის, მამულის იდეალიზაციას და ამ პათოსით ახალგაზრდობის აღზრდას. ეს უნდა იყოს საზოგადოების და არა ვალობა. პირიქით, რომ ყველაფერი სიცხვილეა, რაც ჩვენი ეროვნულია. მე მინდა გითხრათ, სვანეთი წარმართულ პერიოდშიც გამოირჩეოდა საკმაოდ დიდი სისპეტაკით და ადამიანისადმი ძალიან დიდი პატივისცემით, რელიგიური თვალსაზრისით, მართლმადიდებლობაზე მოხდა საუბარი. ქართულ ხატწერაში განსაკუთრებული ფასდაუდებელი ადგილი უკავია სვანურ ხატს. სვანური ჯვარცმა, ჯვარცმული მაცხოვარი, რომელსაც იმდენად ხაეროვანი სხეული აქვს, რომ ხატს უყურებდა გული გეუბნება ქრისტე აღსდგა. სვანური ჯვარცმა პირდაპირ გეუბნება, რომ თვითეულმა ჩვენთაგანმა ყოველ წელს დიდ მარხვაზე საკუთარი თავი ჯვარს უნდა აცვას და ქრისტესთან ერთად აღდგომაზე უნდა აღსდგეს ახალ ადამიანად, ქრისტესათვის თავდადებულ ადამიანად.